დილა მშვიდობის. დილა დაბადების დღე მშვიდობის. ხალხო გადი კარეთ ბიჭო. გაჩიკა. უნდა გცემოში. დამიჯერებთ რომ ხა თმები ემწუთა შევიკარი, აი ემწუთას. დღეს ნუ დამძრახავ შორე. აიცადე, დავიმატებთ მის ამაგრს. მაგის მეტი რამა გოგო. და სათვალე მინდა გავიკეთო, იმიტომ რომ გუშინ მეტკინა თვალები. ვაიმე, ახტაზე ბხაჭნი შენ. სათხარ. დათი. სადაგდია. გადი ხაჭკა. გავარდ. ეს ხული კი ეს. საერთოდ არ მოდის ხოლმე ჩემთან, ეხა აღარ ამცირდება მოკლედ. შავი კუნტი. დილიდან მოკლედ εν რაოდენობის მილოცვებს ვიღებ. თქვენი ცალკე კიდე. არ ვისთვისაც ჯერ არ მიპასუხია. ვინც Facebook-ზე პოსტის სახით მომილოც ჯერ არ მიპასუხია. პოსტებს არ პასუხობ ხოლმე ერთი დღე. იმიტომ რომ ისა. მე შეიძლება რომელიმე დამეკარგოს ხოლმე და ვერ მივაგრო. ამიტომ აი ხვალინდელ დღეს წყნარად ჩვიდას ჩაუჯდები და სულ ყველას გიპასუხებთ აბსოლუტურად. მესენჯერში დღესვე ანუ მე არ მეშინია ხოლმე რომ არ დავკარგო და ადამიანმა ერთი სიტუაცია რომ დაგიწეროს გილოცავ არ მინდა რომ უყურადღებოდ დავტოვო. ასე რომ ამ ვლოგში ვინც მეყურებს მოკლედ ახლა გიხდით მადლობას და პირადად ვინც მომწერა მოგიხდით მე რომ არ დავკარგო მეშინია ხოლმე იმიტომ რომ ხან არის რომ ან გავხსნი ხოლმე აი წეღანი იყო მაგალითად გავხსენ და მე მამაჩემა დამირეკა და რომ უპასუხე ანუ ის ხო გავხსენი რა და კიდე კაი მივხვდით თორე ანუ გამომივიდოდა რომ დასინვას რომ ეძახიან ანუ ნახედავსო აი ეგეთი მომენტები რომ ხდება ხოლმე ვცდილობ რომ არ შევიდე მესენჯერში შესაბამისად თბილად მოცვია ამ კაბაზე ჩავიცვიეს რომ შემცირდა და ხალათით არ მინდოდა მე მოძრავა დღეს თუმცა ჩავიტან ხალათს კი ჩავიტან ადე ტელეფონი წავიყოლო ჯერ და წაღალიანა იყო ლაშას დეიდა მომილოცა იუბილე აურა ძალიან ვანათებ ხო აი ეს ჯობი ვილეული მოგვიტანა და წავალე ხა და ყავა დავივეთ ჩვენ და ამ თავს უნდა მოხდა ეს რამ გააგიჟა ეს სიცოცხლე რამ გააგიჟა ეს ჩემი სიცოცხლე რამ გააგიჟა რომ არ და მთელი ისინი არ მოდიოდა და დღეს მოკლედ აღარ რიცის როგორ ამცეს პატივი ჩემი ციცოცხლე ხალხნო აი იცი როგორია არ მეკარება საერთოდ არ მეკარება მაგრამ ესეთი სიცოცხლე არ ვიცი აი ულამაზესი გაწიწილი კატა გადავიღოთ სელფი ბიჭო შემოგულო აი მე დავაწყვიტე აუ იქ შუქი დამრჩა ეხა რაღაცეები რომად გასაკეთებელი საქმე დამრჩა მაგრამ იმედი არ შეხვედი მაგრამ ყავა შეგვიძლია წყნარად დავლიოთ და მერე დავიქოქოთ რადგან ლაშა აუ ესე ტვინი უნდა წაიღოს ამან რადგან ლაშა დაკავებულია დღეს რომ სკოლაშია და ალბათ გვიან მოვა ძირითადად ის ხოლმე რა ქვია ხორცს ეზებს აკეთებს ხოლმე ლაშა ანუ ხორციანი ის კერძი მე არ მეკუთვნით რა ძალიან სასიამოვნოა რომ შემოდიხარ და კუხნა გაქვს დალაგებული ერთ რამეთა ღირსოვან მართლა აქ განათება ცოტა არ ვარგა
ხო და ამიტომ მე მიწევს დღევანდელ დღეს პოვრობა. ესე იგი უნდა დავდგახარ შლამა და გააკეთე ისაო. რა ქვია ჯერ გამიხსენ, მე დამგუგლა. სალაკა. სალიანკა, სალაკა თევზის სახელია და ის გამახსენდა. ხო, კიდე რა, ხო, ქათამი. და ბადრიჯანი უნდა შევამალო. ხან რა გავაკეთე გუშინ? აი რა გავაკეთე გუშინ? რომელი საათი? 12:05 პირველ 5 წუთი იყო, რომ დავანთორე ვანაობიანად ყველაფერი ვიდეო ძღლ ჩავწე. ეხლა ერთადერთი წყნარად რისი გაკეთებაც შეგვიძლია თავიდან დღე. ალბათ 10 წუთი იქნება. ის ვირი თუ გაწუხებთ, სხვა ვერაფერს ვერ გავაკეთებ, უბრალოდ ყივისებ. 10 წუთი არის ნალექი დავლიოთ თუ ნალექო. ნალექო დავლიოთ. ეს ჩაინიკი თუ ჩაიდანი მჭირდება, თორე ამასაც გავხეხავდი გუშინ ძვლით და იმით ხეხავ ხოლმე შიგნით იმას რო იკეთებს ნალექს. გოგოცა რატო ნაცდება? დილას აქ ფანჯარაზე გარედან იდო ვაშლი, წითელი ესეთი ვაშლი. ხოდა ლაშა მეუბნება დაბლა რო ჩახვალო და ფანჯარაზე რო ვაშლი და ვიშენია მე მოგიტანე თელებოლითო. ხო მართლა წონასთან დაკავშირებით გუშინ კითხვა დამისვეს რომ რაკენიო ხონა სამშაბათს ხო ვიწონები ხოლმე ხალხო დამავიწყდა გამახსენდა გამახსენდა მე რაღაცას რო შევჭამ ხოლმე ან ყავას დავle მე აწონო აღარ მინდა ხოლმე რომ გონია რომ გული გამისკდება მოკლედ ეს არის ჩემი საჩუქარი. საყიდები მაქვს. რაღაცა კიდე დამავიწყე. ხო გუშინ ჩემ არძალო სოფლამ დამირეკა და ესო მერთო სრემლებამდე ვიცინეო გუშინდელ შენს ვიდეოზეო რომ ყვებოდი დაბადების დღესთან დაკავშირებით სამი იუბილეი რო ვიყავით ეს ციფრაზე და რო არიცოდნენ. აი დღეს რო ეგ სიტუაცია უნდა იყოს ზუსტად და აი აღარ შემიძლია ვიცი და ვინ იყო ის კაი კაციო რომ ყინაღამ გააქციეთ ჩემი დაბადების დღეც რო ხსენეთო დოდი დროზე რა დიხანე შიშინო აი ეხლა უნდა განახოთ მესენჯერი რომელსაც აქვს მიჯერი სულ გადათეთრებულია არც შეგნებულა მე გავხსნი უპასუხე არ მიყვარს არ ვიცი რატო არ ვიცი Facebook-ზეც ხო ეხა იდება ეს წამთავა ვნახო ან პოსტის სახით რო გილოცავენ რა მაგაზი არ მაქვს არ მიყვარს სხვა რაღაცა უნდა გიყო აი ამდენი არის ამ წუთას და ვაინე რა რაბენია ღმერთო ჩემო ძალიან ბევრი აი მაგალითად მოგილოცა 200-მა კაცმა 400-მა 1000-მა არ ვიცი რატო არ მიყვარს პოსტის სახით რომ დავწერო რომ ყველას დიდი მადლობა აი არ ვიცი რატო მადლობას დავუწერ ყველას დავუყოლებ იმიტომ რომ ადამიანი ჩემთვის შეწუხდა მილოცა თუნდაც ერთი სიტყვი და ორი სიტყვი რა მნიშვნელობა აქვს
და ის რომ მე 200 კაცი ერთ პოსტში მოვაქციო, მაგას არ ვაკეთებ. მაგარ ანუ პოსტის სახით შეიძლება რაღაცა რომ მადლობა გადაუხადო რომ სითბოსთვის რაღაცა, მაგრამ ეს უკვე შემდგომი რეაქცია იქნება იმის, რაც ყველას მადლობას მოვუხდი. ასე. ეხლა შევიდეთ თქვენ აქ დაგსვათ. დღეს სავარაუდოდ გაზი გამეწუწება. ყველა არიან შესტრუფელია, მე ძალიან მიყვარს. მარსიკა, მე მიყვარს ტრუფელი. აი, ისე მაგრად მიყვარს, ისე რომ რა იყოს. აქ ბავშვებისთვის ის პარკი. სადაც აი ეს ნინო ესე იაკრო შემოვა. აი იქ არის გამთავრებული ყველაფერი რა ასე შეიძლება. ეს პარკში მყრით რომ ყველანი კამფიც. ეხლა ეს თუ მე მომეწონება, მას არ ჩავაგდებ. არ ჩავაგდებ. იმიტომ რომ სულ ამ კარებთან დგა ხოლმე ეს, სულ. და აშრიალებს ხოლმე რაღაც და იმენა დავიღალე რომ ყველაფერი სათითაო პარკის გახსნით. ერთში მოუქციე სულ. ხოდა ეხლა ნინო და ეს უჯრა. ყველაფერს ვაჭამე ისე მეტნაკლებად. ვინმე რა ყველობა არის. რო ისა ყავ უნდა დამელია და წყნარად რო დამელია, იმიტომ რომ ვერ ვსვავ ხოლმე ყავას, როცა პატატინა ჩემი წიწილა არის მშიერი. ან რა ვიცი, ქათამი ან რამე. ხოლო. ეხლა არაფერი არ არის მშიერი. წახემსებულები არიან მოკლედ რა. ხოდა შეგვიძლია ავადავლიოთ. და რა ვიცი, თემა იყოს იუბილე, აბა რა უნდა იყოს სხვა თემა. ავიხსენოთ იუბილისისი. მე მაგალითად მახსენდება ხოლმე ბევრი კურიოზები ჩემი დაბადების დღესთან დაკავშირებით. ნახოთ აბა რას ვჭამ. მე არ მიყვარს ძალიან ტკბილები როა ხოლმე. და თეთრი შოკოლადი არ მიყვარს რატომღაც, ძალიან იშვიათი რომ მომეწონოს ეს თეთრია. კაი, რაფაელოს გულივით აქვს. შეიძლება დამალვა. მეც აღარ ვჭამ. თქვენ ხო იცით ჩემ თავთან პირობა მაქვს მიცემული. ნუ ერთი შეიძლება, კაი ეხა ხო, უფ. დღეს მოკლედ გავერთობი იმით, რომ სანამ რაღაც იუბილეს ამებს გავიხსენებთ, გადავიღებ ხოლმე ვიდეოს ნებისმიერ მომენტში. იმის კეთების დროს, ამის კეთების დროს, იმის კეთების. ერთ-ერთ ჩემს მაყურებელს უნდა ინტერესი დავუკმაყოფილო იმით, რომ ქათმის დაკლა არ შეგიძლიაო. არა, კი შეიძლება მე არ ამჯერაო. რა ვიცი, კაცო. არა, ხა ქათმის დაკლის სცენას ვერ განახებ, ნამდვილად ხა არც ელემენტარული მეც არ მესიამოვნებია სისულელია, მაგრამ რა ვიცი, სხვა არავინ არ არის და მეზობლის ანა კიდე მე მეძახეს ხოლმე გადმოდი ქათამი დამიკალიო და ანას ვერ დაუძახე. მოკლედ გადავიღებ ხოლმე ვიდეოებს, სადაც რამდენ ხნიანსაც რასაც შევძლებ იმ მომენტში. ხო, ტორტი შევუკვეთე გითხარით. მე დაურეკავ, სადღაც 12-ისთვის თუ შეძლებს. უბრალოდ სკოლიდა რო ლაშა გამო იმ პერიოდისთვის თუ შეძლებს, რომ იყოს. აი მე ნინოსთვის მიწვია მადლობა, ძირფასო უღრმესი გაიხარეს მაგივრად, გაიხღე. ხათუნა შენ დამემართ.
მიყავ რაღაც უნდა მეთქვა კიდე ეს გავსინჯოთ აბა ერთი კიდე ის ვერ გავიგე რა ვიცი პატარა იყო всё მართლა განამუყბანგი მაგ მართლა კაი ან კბილი არ არის ძალიან აი პუდინგიო ამას წინათ ეგ სიტყვა ვერ გავიხსენე ვერაფრით მე მაქვს კიდე შემწვარი თევზი გუშინ შევწვი ხეკი არა ხეკი ისე სუფრისთვის შემწვარი თევზი მაქვს რომელიც ჩემი რძალი აკეთებს ხოლმე ადრე თქვა ძალიან მომწონსო ესე ვწვალ და პამიდორში ვალაგებ ამიტომ იცი როგორი პამიდორი მაქვს გადასარჩევია რა ანუ აი საკერძე როა ეგეთი და აი ძალიან ცოტა მინდა გადავარჩევ რაც ის არის გადავყრი ბარემ მოვასუფთავებ და ანუ ხახო უნდა მოხრაკო მე მგონი სტაფილოც მითხა მაგრამ გუშინ რა სტაფილოც ამ მქონდა ყველა გავუში მაიონეზის მასალებში ვინეგრეტის უსტაფილოთაც გამო ანუ ხახო უნდა მოხრაკო პამიდორი ან ჩახოხბოსავ სიტუაცია მწვანილები თუ კინძი მარტო ნუ მოკლედ რაც აქ რა მე ხო იცით იმას არ მიყვები რაც აქ იმით აკეთებ მწვანილოთ აქ სუნელი თვაფე აუ სუნელი რა ისთვის ჭირდება 6-ისთვის სუნელი არა ვახჭები არა და უცხოც მინდა კინძიც მინდა ოლელას ეკნება და იონის კაბუში ამ სუნელების იმაში არ მიდე ბულგარულის ისრომა აქვს მაშინ მქონდა ხოლმე და არა ყვითელი ყვავილი არ არის ეს ნივრით და იმით რო გადავაკეთო ბადრიჯანი არა აი მე ძალიან კი კაცო აი ხო გითხრათ რაც აქ გააკეთეთ კინძი ნიორი და ძმარი მორჩა ბადრიჯანი მზათამა всё აი კაი აი მაგ რაღაცებს გავაკეთებ აქ რო ხორცს უნდა მედგეთან და მოვქაფო რომ არ ჩაიქაფოს აი მაგ პროცესში გავაკეთებ მაგ ყველაფერს ეს პამიდურიანს და ძმრიანინას სხვა სუნელი არაფერში არ ამჭირდება ხო რა უნდა ვეთქვა იუბილესთან დაკავშირებით მე მაგალითად მოგონებები ძალიან მიყვარდა ხოლმე როდესაც სკოლის პერიოდს ემთხვეოდა ხოლმე ისედაც ყოველთვის ემთხვეოდა მაგრამ აი შაბათი კვირა თუ არ იყო და სკოლის დღეს ემთხვეოდა ხოლმე დაბადების დღე იმიტომ რომ უზომოდ ბედნიერი ვიყავ აი ჩხილი მაგის აი აქ ჩხილის ფერს ხო ხედავთ მაგ შეცვლილი და რატო გუშინის ხსნარი რაც მაქვს ხოლმე და რითიც სუმაგით გავხეხე გამწოვიც გაზიც და იატაკიც რა ოღონდ ფერჩატკები მეცვა და ის გაზის რკინები როაშავები რაღაცა აი მაგის ხეხვის პროცესში მივხვდი რომ თითი დამეწვა და რომ დავინახე გახეული მქონდა ანუ თითი გარეთ იმ წუთას მოვიხსენ იმ წუთას დავიბანე იმ წუთას გავიკეთე ახალი ფერჩატკი და გავაგრძელე არა შეგრძნება მაქრო ტკივა და ფერი მაქვს ჭხილზე შეცვლილი ხარ არა და ეგ სითხე ხა მომხვედრია რაღაცა მაგრამ ესეთი მძაფრი რეაქცია არ მქონი მე მგონი რაღაცას დავიშავებ მე გახურებული მაქვს თითი ირავი რა არა და ხა ეს მომხვედრია რა პირველი რამდენი ხანია ხმარობ ამ სითხეს თან ბევრჯერ ისეც გამიკეთებია ეს თუ პატარა თქი და არ ჩავიცვია ფერჩატკი მაგრამ ეს რა ვიცი ხო და რას ვამბობდი ძალიან მიყვარდა იმიტომ რომ დიდ ხუთიანს მომაკრავდა ხოლმე ლუიზა მასწავლებელი აქ ულაპკით და აქ ხუთიანი მეკრა ხოლმე და აი მაგ დღისით საერთოდ მეორე და მესამე სართულზე რო არასოდეს არ ავდიოდი ხოლმე მაგ დღისით ავდიოდი რომ მე ეს ხუთიანი დამენახებინა ხალხისთვის რომ მე ხუთიანი მეკიდა ეხლა არ ვიცოდი ლექსი ჩემ დაბადების დღეზე და ხუთიანი გამიკეთა მაინც არ ვიცი რატო არ ვიცოდი დამავიწყდა ალბათ იმიტომ რომ პასუხისგებლობა მქონდა ხოლმე რომ
თუ მეტად პირველ და მეორე კლასში რას სიძა. ხო და ხუთიანი გამიკეთა მაინც გული არ დამწვით. ხო, ყოველთვის მახსოვდა ხოლმე ჩემ დაბადების დღეზე, რომ ჩემი კლასელის დაბადების დღეც იყო, არ ვიცი ლიკა მისმენ თუ არა, მაგრამ ძვირფასო აი პირველ კლასიდანვე რო გავიგე, რომ შენც დაბადების დღე ქონდა ჩემ დღისით, იმ დღიდან ჩემიანივით აი მიხაროდა რომ ვიღაცას ჩემ დაბადების დღეზე აქვს დაბადების დღე და იმ დღის მე არ არსებობს ჩემი დაბადების დღე ისე გავიდეს რომ მე ლიკას არ მივულოცო თუ დამავიწყდება გულში მაინც ლიკა ძვირფასო მართლა მთელი გულით გილოცავ და მიხარ რომ ჩემიანი ხარ და მეორე ადამიანი ვინც რამდენიმე წლის უკან თუ წინ გავიგე რომ ჩემთან დღეს აქვს დაბადების დღე თორნიკე გილოცავ შენს დღეს ძალიან კარგი ადამიანი ხარ ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ და ძალიან კარგ საქმესაც ემსახურებ და ცხოვრებაში წინსვლა გქონოდეს თორნიკე არის მარტყოფელი და თორნიკემ შექმნა Facebook ჯგუფი მარტყოფისთვის რა ხდება მარტყოფში სადაც მთელი არა მარტო მარტყოფის სხვადასხვა სოფლები არიან გაერთიანებულები და საჭირო ბოროტო საკითხებზე ხდება ხოლმე ხმის მიწვდენა, ვიღაცას რამე ჭირდება, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფია ჩვენთვის და მადლობა დიდი ამისთვის და ღმერთმა ჯანმრთელად, ბედნიერად, დღეგრძელად გახარებულა შეისრულები აღსრულებოდეს. თუმცა ჩემ დაბადების დღეს უბრალოდ კირი არიან ხალხი, ვინც არიან, რა თქმა უნდა, ხა იქნებიან და ჩემ სანაცნობებში ძალიან ბევრი არიან. ხო და ყველას ულოცავ დანარჩენს. დანარჩენს თუ ყველას ულოცავ. ბიჭები არიან. ხო და ჩემ დაბადების დღე მოდის ხოლმე სულ ესენი სულ მახსენდება ხოლმე ეს ხალხი. ხო და რა მეთმა ყველა კარგად გამყოფია. ხო კიდე რა იყო ხოლმე ჩემ დაბადების დღეზე ერთადერთი დაბადების დღე როდესაც ვიფიქრე რომ ანუ სულ ყოველთვის მე მახსოვრებოდა იმიტომ რომ ძალიან არასასიამოვნო დღე იყო ჩემთვის არ ვიცი რატო აი ძალიან ალა მიუხედავად იმისა რომ აი ბაღის ასაკის მე ყველაფერი მახსოვს აი ბაღში მიველი 2 წლისა არც ვიყავ აი შეიძლება ზოგს გაეცინოს რაღაცა მაგრამ მახსოვრობა იდეალური მაქვს აი ქედან რა მახსოვს ის თუნდაც მისვლის პროცესი როგორ უნდა გახსოვდეს მაგრამ მახსოვს ხო და აი ეს დღე ალაგ-ალაგ მახსოვს ანუ სავარაუდოდ ჩემს გონებას არის ეგეთი ფსიქოლოგიური მომენტი რომ არ უნდა შენ გონებას რომ იყოს ეს დღე შენს ცხოვრებაში და ბლოკავს რაღაცებს ანუ არის ეგ დამტკიცებულია მე არ ვიგონებ რაღაცა იმენად ყოველთვის მახსოვდა რომ ის დღე ჩემთვის არასასიამოვნო იყო ჩემი დაბადების დღე ცხოვრებაში ერთხელ ანუ ისე დაღამდა რომ არ რომ სულ მეტირებოდა და სულ მოწყენილი ვიყავ და სულ გაბრაზებული ვიყავი ეს იყო როდესაც გავხდი 11 წლის აი ალაგ-ალაგ ძალიან ბუნდოვნად მახსოვს მიზეზები მაგრამ აი თან ვიცოდი რომ ეს დღე არასოდეს დამავიწყდებოდა თან ისიც აი თან არ ვუშვებდი იმას რომ გავიხსენებინა ამიტომ რატო ვიყავი ესე აღარ მახსოვს აი ესე თვით დაცვის ისა აქ რა გონებას აღარ მახსოვს მაგრამ ეგ მახსოვს რომ ძალიან რა ვიცი ბავშვურად ალბათ თორე განან რაღაცა აი არ ვიცი რა აღარ მახსოვს ხო და რო გავხდი 11 წლის აი მაშინ ნინოს ასაკის ეგ მახსოვს რომ არ მინდოდა არა უბრალოდ ისე გაიარა დაბადების დღემ რომ რაღაცა რა ბავშვობაში კიდე მახსოვს რომ დაბადების დღეს დედა გვეტყოდა ხოლმე რომ ან ჩემი დაბადების დღე რო იყო ან ჩემი ძმების რა რომელსაც იყო ძირითადად სუჩხუბობდით ხოლმე რა ეხლა ჩვეულებრივი მოვლენა ეგ და რაღაცნაირად ისე იყო აკრძალული ქონა ვისი დაბადების დღეც იყო რომ ის გვეტირებინა რა ჩემ დაბადების დღეზე მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ჩემი ძმები
აი მეწვალებინა რომ იტყვი, იმიტომ რომ ისა გარანტირებული მქონდა რომ მე ისეც ვერაფერს გაკეთებ, მე მეტი რომ აკრძალული იყო. თუმცა ხდებოდა ხოლმე. მაგრამ რადგან თუდი რო არ უნდა მეტი არ ავტიროდი. აი, ბევრი რაღაცებია, რომელიც ყოველი ჩემ დაბადების დღეზე რო იტყვენ თავიდან ბოლომდე ვიხსენებ ხოლმე, სულ ღიმილით და რაღაცა რა და რავი, კაია. კი. მიხარია ჩემ დაბადების დღე. მიყვარს. რაც შეეხება საჩუქრებს, ბლომად საჩუქარი ვიღე, ჯერ არ დაწყებულა დაბადების დღე. გუშინდელიდან ის პატარ-პატარა საყვარელი საჩუქრებით, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, თანხაც და ამ თანხით არ მიყვარს ხოლმე რაღაცა სხვა რაღაცაში გამოყენება, აბსოლუტურად ყოველთვის ხოლმე მის სახელზე ვინც რაღაცას ჩუქნის ხოლმე ყიდულობ სამახსოვრო ნივთს, რომელიც არა მარტო სამახსოვრო, არამედ გამოსაყენებელი იქნება. ეხლა რასაც დეიდა მოვიდა და თანხა მომცა და აი ის გინდოდა მე მგონიო და შენი საქენიო, ცომის გასაყრელებელიო და ჩემს სახელზე აუცილებლად აი ერთი დამხმარე ქალი მყავდა სახში, როდესაც ეგ მქონდა. ხინკლის კეთების დროს და ამას აუცილებლად ვიყიდი. და ასევე აი ვინც თანხა მომცა, ზუსტად იმისთვის გამოვიყენებ არა სხვა რაღაცაების საყიდად, არამედ ისეთი რამის, რაც სამახსოვროდ დამრჩება მისგან, აუცილებლად. ასე, ეხლა რომელი საათია? 25 აკლია 10, 10-მდე კიდე შემიძლია რომ ყავა ნელა-ნელა დავლიო და აი 10-ზე უკვე დავიწყებ. ანუ ხორცი უნდა დავჭრა, დავდგა და სანამ მოიხარშება, რას ვანელებ, ბადრიჯას და რაღაცა ვთვიწე. ხო, თევზს. ოკეი. ეგრევე ისა. მართალია გაზი გასაწვედი გამიხდება დღესაც, მაგრამ აი გუში რო საოცრება იყო, ეგეთი არ იქნება. უბრალოდ ლაითად მოусმევ და всё. და მე უკვე ეზოს მინდა რომ ხელი შევავლო რა. აბლაბუდებს რა დალევს, ობობებს რა დალევს, ყველამ კარგად იცით, სანამ ბოლოში გავყავ თავში რო აკეთებს, აი ეგენი მაქვს კიდე ლაითად გასაკეთებელი და ხო რა უთაღები. ნელა-ნელა არსად არ მიჩქარებ. აბაჰე და აბაჰო დაგებშდობებით უღრმესი მადლობა, როგორც წინა ვიდეოებზე, ვიცი რომ ამ ვიდეოს ქვეშაც უამრავი მოლოცვა იქნება და რავი მადლობა დიდი. გაიხარეთ თქვენ. ასმაგად უკან სიკეთი დაგიბრუნოთ ყველანაირი ტკბილი სიტყვა უფალმა. კარგად.